დილამშვიდობისა მეგობრებო, გვაქვს სასტრაფო ახალი ამბავი. IRGC-ის სადაზვერვო ოპერაციების უფროსი, გენერალ-მაიორი მაჯიდ ქადიმი მოკლეს. ისრაელის ხაროს მიხედვით, ტრემეურისა და ისრაელის ერთობლივმა თავდასხმამ IRGC-ის ფაქტობრივი ნომერი 2 გაანადგურა. ის იყო ერთ-ერთი იშვიათი უფროსი მეთაური, რომელმაც გადაუჩა რამდენიმე ისრაელისა და ამერიკის თავდასხმას გასულ წელს. ის ხელმძღვანელობდა დაზვერვას რეგიონში მოკავშირე ძალების წინააღმდეგ. ეს ხდება იმ დროს, როცა ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას და შესაძლო ცეცხლის შეცვლების შეთანხმებას ედერუასა და ირანს შორის. გუშინ ვესაუბრე პრეზიდენტ ტრამპს და მან მითხრა, რომ თუ ამ კვირაში შეთანხმება არ იქნება, თქვენ ნახავთ, როგორ ინგრევა ხიდები და ელექტროსადგურები მთელ ქვეყანაში. თუ სწრაფი შეთანხმება არ იქნება, ვფიქრობ, ყველაფერი ავაფეთქო და ნავთობის კონტროლი ავიღო. Reuters-ის რეპორტაჟის მიხედვით, პაკისტანმა ღამით ირანთან და ევასთან ერთად შეიმუშავა შეთანხმება მტრულობის დასრულების შესახებ 2 ეტაპად. დაუყოვნებელი ცეცხლის შეწყვეტა რახვედა, რასაც მოხვება უფრო ფართო შეთანხმება. მიუხედავად დიპლომატიისა, ირპურა ხაიმბრირახისა და ისრაელის თვითმფრინავები აგრძელებენ ირანის დაბომბას. მაშინ როცა ვრცელდება დეტალები შაბათ-კვირის გადარჩენის ოპერაციის შესახებ, რომელმაც ერთი ამერიკელი ეკიპაჟის წევრი გადაარჩინა. ირპურა ხაიმბრირახის ასობით სპეციალური დანაყოფის ჯარისკაცი ირანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში იმყოფება. აქ ნახეთ მათი პროვინცია. ეს საათობით გაგრძელებული ოპერაცია იყო, მაგრამ წარმატებით დასრულდა დაზვერვის წყალობით. პრეზიდენტმა ნეთანიაჰუმ განაცხადა, ვესაუბრე პრეზიდენტ ტრამპს და მივულოცე მას ეს გადაწყვეტილება და იდეალურად შესრულებული მისია მტრის ტერიტორიაზე მფრინავის გადასარჩენად. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ისრაელს დახმარებისთვის. ვამაყობ ჩვენი უპრეცედენტო თანამშრომლობით, როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ და რომ ისრაელი იყოს. შეძლოს ამერიკელი მებრძოლის გადარჩენაში წვლილის შეტაცვლის შეტანა. ამ დროს კი ირანელები აგრძელებენ ისრაელზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმას. ბალისტიკური რაკეტები ღამით გაუშვეს ისრაელის ცენტრის მიმართულებით. ნახეთ აქ შედეგები ქვეყნის ჩრდილოეთში, ქალაქ ჰაიფაში. ამ რაკეტის პირდაპირი დარტყმის ადგილზე 2 ადამიანი დაკარგულია. 2 დაიღუპა თავდასხმის შედეგად და კიდევ 2 შეიძლება ნანგრევებში იყოს მოყოლილი. თელ რეგიონში აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. შეერთებული შტატები ემზადება იმის შესაძლებლობისთვის, რომ თუ შეთანხმება არ იქნება, რეგიონში მნიშვნელოვანი ესკალაცია მოხდეს. და პრეზიდენტმა ტრამპმა დაფირდა, რომ დაარტყამს ირანის ენერგეტიკულ და ელექტროინფრასტრუქტურას. ეს ყველაფერი ყოველთვის არჩევანია, მაგრამ დღე ის სასტრაფო ამბავი, რაც გაავრცელე იმ მაღალი რანგის ირანელი ოფიციალური პირის შესახებ, რომელიც ერთობლივი ოპერაციისას ისრაელის სახაერო დარტყმაში დაიღუპა. როგორ შეიძლება მისი სიკვდილი ამ ადამიანებზე აისახოს? შესაძლო მოლაპარაკებები, რომლებიც ამ ომის დასრულებას ისახავს მიზნად და ამჟამად მიმდინარეობს. გენერალ-მაიორი მაჯიდ ქადიმი იყო მთავარი პასუხისმგებელი ირანის მიმდინარე ოპერაციების დაზვერვის კოორდინაციაზე, რომლებიც მიზნად ისახავს C4-ის ძალებსა და მის მოკავშირეებს მთელ რეგიონში. ეს მოიცავს სპარსეთის ყურის ქვეყნებსაც. ამჟამად ის ირანის რევოლუციური გვარდიის მეორე ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად ითვლება. და მე შემატყობინეს, რომ სინამდვილეში იგივე თავდასხმაში კიდევ ერთი ოფიცერი იქნა ლიკვიდირებული. ეს არის ქუცის ძალების სპეციალური ოპერაციების მეთაური ისმაილ ღანი. კიდევ ერთხელ ეს აჩვენებს თუ როგორ მუშაობენ ისრაელები და ამერიკელები ერთად თავიანთი სადაზვერვო სააგენტოებით. ისინი მიზანში იღებენ ირანის რევოლუციური გვარდიის წევრებს, რომლებიც მიმდინარე თავდასხმებზე არიან პასუხისმგებელნი, რათა დააწვიონ ირანის რეჟიმს, რომ კეთილსინდისიერად მოილაპარაკონ შეთანხმებაზე. რამდენი ასეთი ადამიანი უნდა მოკვდეს, რომ ირანმა გააცნობიეროს, მათი ჩანაცვლება შეუძლებელია. ან ჩდება კითხვა, ნეტავ ყველა ირანში ასეთი ადვილად შესაძვრელია? GC-სა და მთლიანად ირანის რეჟიმში ტრეი, ისინი ფიქრობენ, რომ უბრალოდ ასე შეუძლიათ გაგრძელება. იცი, უსასრულოდ. ირანელებს აქვთ ის, რასაც მოზაიკურ თავდაცვას უწოდებენ, ასე რომ ისინი მზად არიან იმისთვის, რომ მათი ოფიციალური პირები შეიძლება სამიზნეები გახდნენ. მითხრეს, რომ დაზვერვის უფროს უკვე ქონდა გადატანილი თავდასხმები და მუდმივად იცვლიდა ადგილი და ადგილმდებარეობას, რათა გაერიდებინა ეს მკვლელობის მცდელობები. ქავარი საკითხი ისაა, რომ ირანელებს შეუძლიათ ამ ოფიციალური პირების ჩანაცვლება, მაგრამ იერარქიის ქვედა საფეხურზე მათ გაცილებით ნაკლები გამოცდილება აქვთ, რაც ბევრად ართულებს ირანელებისთვის ბრძოლის გაგრძელებას. ვიცით, რომ მათ ჯერ კიდევ აქვთ რაკეტები და დრონები, რომლითაც შეუძლიათ თავდასხმა განახორციელონ სპარსეთის ყურის ქვეყნებზე, ზინაივას ძალებზე და ასევე ისრაელზეც.
მაგრამ თუ დავაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს, ვხედავთ ევასა და ისრაელის ერთობლივ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ირანის ლიდერობის წინააღმდეგ, სამხედრო რეჟიმის განადგურებისა და გაშვების ბაზებზე უფრო შორს შეტევისკენ. რაკეტები და დრონები, ასევე მათი საწარმოო ხაზები, ხელსუშლიან იარაღის წარმოებას ექსმატეუას ძალების და მოკავშირეების წინააღმდეგ ახლო აღმოსავლეთში. ირანის რევოლუციური გვარდიის ნომერ მეორე პირის სიკვდილი გადამწყვეტია. ტრეი მადლობა. ახლა ალექს გრეი, ტრამპის უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი აპარატის უფროსი. და ალექს, რა თქმა უნდა, მთავარი სიახლეა ეს სამაშველო მისია, რომელმაც ირანში 30 საათის განმავლობაში დარჩენილი მფრინავი უსაფრთხოდ გამოიყვანა და ეს შაბათ-კვირას მოხდა. გსმენიათ ოდესმე ასეთი სამაშველო მისიის შესახებ? არა, კარლი. ეს ნამდვილად ამერიკის შეიარაღებული ძალების უდიდესი მიღწევაა ძიების, სამაშველო და სპეციალურ ოპერაციებში, ალბათ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ეს განსაკუთრებული მიღწევაა და მე მართლაც უბრუნდები შედარებას იმ ბოლო შემთხვევასთან, როცა ვცადეთ დიდი სამძებრო, სამაშველო და სპეციალური ოპერაციის ჩატარება ირანში. ეს 1980 წელს იყო. ეს იყო ცნობილი ტრაგედია დეზერტ უანი ჯიმი კარტერის დროს, როცა ამერიკელი სპეციალური დანიშნულების ოპერატორები დაიღუპნენ, მას შემდეგ რაც მათი ვერტმფრენები უდაბნოში ჩამოვარდა. და ეს მიუთითებს იმაზე, რომ ლიდერობა და რესურსები მნიშვნელოვანია. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიღო რთული გადაწყვეტილებები ამ ოპერაციაში. როდესაც ამ საოცარი მამაკაცები და ქალები დიდი რისკის ქვეშ გაგზავნა და მისცა ჩვენ სამხედროებს საჭირო რესურსები წარმატებისთვის, განსხვავებით კარტერის ეპოქისგან. ასე რომ, როდესაც ამ ორ ოპერაციას ვუყურებთ, აშკარად ჩანს, რა განსხვავებას ქმნის ლიდერობა ასეთ განსაკუთრებულ გარემოებებში. და მე ვფიქრობ, რომ ასევე მნიშვნელოვანია, რომ სადაზვერო აპარატი მართლაც კონცენტრირებული იყოს ასეთ მოქმედებებზე და არა ოჯახების დედებზე და კათოლიკურ ეკლესიებზე. ამ ხრივ რაც მაოცებს, არის CIA-ის მოთხოვების კამპანია, რომელიც ამ გადარჩენის ოპერაციაში იყო ჩართული. რატომ აჯობა ჩვენი დაზვერვა მათსას, ალექს? იცით, ბოლო წლებში პრეზიდენტ ტრამპის პირველ ვადაზე დაბრუნებისას და ახლა ჯონ რატკლიფის ხელმძღვანელობით CIA-ში მეორე ვადაზე ჩვენ ვაშენებდით CIA-ს თავიდან, რათა ის ორგანიზაცია გამხდარიყო, როგორიც ამერიკელების უმეტესობას სურს რომ იყოს. სამწუხაროდ, ჯონ ბრენანის დროიდან, ობამას ეპოქაში და ახლა ბაიდენის დროს CIA გადაიქცა პოლიტიზებულ ბიუროკრატიად, რომელიც არასაკმარისად გამოიყენება და ცუდად იმართება ზედმეტად კონცენტრირებულია DEI ინიციატივებზე. ის უფრო მეტად იყო დაკავებული ინკლუზიური საზოგადოების შექმნით, ვიდრე იმით, რომ უზრუნველეყო ამერიკული ძალის პროექციის მისიების შესრულება და ჩვენი შესაძლებლობების განხორციელება საზღვარგარეთ. ყველა დამსახურება დირექტორ რატკლიფს, პრეზიდენტ ტრამპს და გუნდს, რომ მათ CIA გადააქციეს იმ ორგანიზაციად, რაც ამერიკელთა უმეტესობის აზრით უნდა იყოს. კარგი. როიტერსი ახლა ავრცელებს ინფორმაციას, რომ ზევაიემ და ირანმა მიიღეს გეგმა ომის დასასრულებლად. ეს გეგმა პაკისტანის მიერ არის შეთავაზებული, მაგრამ თუ ამოქმედდა, შესაძლოა უკვე დღეს ამოქმედდეს. ეს გეგმა ხელახლა გახსნის ჰორმუზის სრუტეს და მიიღებს ორფაზიან მიდგომას. დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტა, რასაც მოხვება ყოვლის მომცველი შეთანხმება. რამდენად სერიოზულად უნდა მივიღოთ ეს? კარგი, მოგვიწევს დაველოდოთ და ვნახოთ, კარლი. პრეზიდენტი ძალიან მკაფიოდ ამბობს, რომ უნდა ყველაფერი მოგვარდეს, მაგრამ ასევე მკაფიოდ აღნიშნავს, რომ ირანელებმა ნამდვილად უნდა გახსნან სრუტე. ირანელებმა უნდა გამოიჩინონ შესაბამისი განსჯა. ირანელებს აღარ შეუძლიათ გააგრძელონ თავიანთი ქმედებები, რომლითაც ბოლო დროს არასტაბილურობას იწვევენ რეგიონში. პრეზიდენტმა მკაფიოდ ისაუბრა შეერთებული შტატების ომის მიზნებზე. ჩვენ სამხედრო თვალსაზრისით უახლოვდებით უპრეცედენტო ოპერაციულ წარმატებას. ფიქრობ, ამერიკელთა უმეტესობამ უნდა უსურვოს წარმატება ამ შეთანხმებას, თუ ზემუნი და ვახი შეასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს. ეს შეესაბამება ჩვენ საომარ მიზნებს, მათ შორის სრუტეების ხელახლა გახსნასაც. მაგრამ კიდევ ერთხელ, პრეზიდენტი ძალიან მკაფიო იყო. თუ ეს არ განხორციელდება, მას ასევე აქვს ბევრი ვარიანტი, რომ კიდევ უფრო გაზარდოს ირანის რეჟიმზე ზეწოლის დომე. ამიტომ ფიქრობ, მოხდება ეს დღეს. რამდენიმე დღეში თუ ერთ კვირაში. შეერთებულ შტატებს ნამდვილად აქვს ბევრი ვარიანტი, რომ აიძულოს რეჟიმი დაბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან. და ამ ვარიანტებიდან ერთ-ერთი ნატოს დახმარებასაც მოიცავს. როგორც ჩანს არა. ყოფილი პრესპიკერი არი ფლეიშერი X-ზე აფრთხილებდა ომებს მოხვებათ მოულოდნელი შედეგები. როდესაც ქვეყნები საკუთარ სახეს აჩვენებენ, ნატო აღარასოდეს იქნება იგივე და დასავლეთ ევროპის სისუსტეა ამის მიზეზი.
მაშ ალექს, რა არის ნატოს შემდეგი ნაბიჯები? არის ზუსტად მართალია, გულისხმობ. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის უჭერდი ნატოს მხარს, ის ბევრ შემთხვევაში ფაქტობრივად შეერთებული შტატების ევროპულ გამყოფილებად იქცა. იფიქრეთ თინკ-ტანკების შექმნაზე. გულისხმობ, გარკვეულწილად ეს მართლაც გახდა ტრამპის ადმინისტრაციისა და ამერიკელი კონსერვატორების წინააღმდეგ მიმართული ევროპული ფთაფთა. მათ დაავიწყდათ, რა აძლიერებდა ალიანსს 1959 წლიდან, როდესაც ის დაარსდა. ის ფაქტი, რომ ჩვენ ერთად მუშაობდით, როგორც ტრანსატლანტიკური კავშირი, საერთო ღირებულებებისთვის. და რა ღირებულება იქნებოდა, იმაზე დიდი, ვიდრე ის, რომ ირანს არ მივცეთ საშუალება გაანადგუროს რეგიონი და გაავრცელოს ძალადობა და იდეოლოგიური მუქარა მთელ ახლო აღმოსავლეთში. მაგრამ ანტიამერიკანიზმსა და ტრამპისადმი უარყოფით დამოკიდებულებას მისცეს საშუალება გადაეფარათ საერთო ტრანსატლანტიკური ერთიანობა და არის სრულიად მართალია. თუ ყავს ევროპელი მოკავშირეები, რომლებიც უფრო მეტად არიან დაინტერესებული ასეთ პოლიტიკურ პოზიციაში, ვიდრე საერთო ხედვის შექმნაში მსოფლიოსთვის, ეს ალიანსი დიდხანს აღარ გასტანს. ამიტომ ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე ოთხშაბათს შეხვდება პრეზიდენტ ტრამპს, რომ ეს საკითხი მოაგვარონ. ალექს გრეი, ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის ყოფილი შტაბის უფროსი. მადლობა ტექსტ თქვენს ექსპერტიზისთვის, მადლობა რომ მოხვედით.